გაიზრდება თუ არა აზარტულ თამაშებზე ასაკობრივი ცენზი და შეიზღუდება თუ არა მსგავსი თამაშები ონლაინ სივრცეში. სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფციას გაანხილავს. შეხვედრა სატურნო ბილტმონში გაიმართა ჯგუფის ხელმძღვანელმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა იმ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მიმართულია სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშებში 21 წლამდე პირების ჩართულობის პრევენციაზე. გოგიჩაიშვილის თქმით, პრობლემებია სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ბიზნესების კონტროლზე საქმე ეხება ფულის გათეთრებასაც. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება მხოლოდ ონლაინ სივრცეში არსებულ კაზინოებს და არადაწესებულებებს. დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით პირველი ეს არის არასრულწლოვანები, ძალიან მაღალი ჩართულობა და მოხმარება მათი მხრიდან ამ სერვისების, ეს არის უსაფრთხოების საკითხები, ფულის გათეთრების საკითხები, ამ ონლაინ ბიზნესი ესეც ძალიან მზარდია და 800 მილიონამდე არის უკვე და მილიარდს გადააჭარბებს ალბათ რამოდენიმე პერიოდში. ამ მხრივ რა გვაქვს? დაბალი შემოსავლები სახელმწიფოში და ძალიან ბევრი პრობლემა. ძირითადად კანონპროექტის მომზადების პროცესში, რომელიც არის წინადადებების შემუშავებული, ეს ეხება ასაკის ერთიანი ზღვარის დადგენას, რომელიც არის ზოგ შემთხვევაში 18%, ზოგ შემთხვევაში 18 წელი, ზოგ შემთხვევაში 21 წელი და საუბარია, რომ ერთი ზღვარი იყოს 21 წელზე დაწესებული. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ინიციატივა ეს თვით შეზღუდვის მექანიზმის არსებობა. თავარი პრობლემა რაც დღესაც არსებობს საზოგადოებაში და სახელმწიფოში არის ის, რომ ეს პრობლემა არ არის კარგად შესწავლილი, არ არსებობს რეალურად ის მონაცემები, რომელიც დიაგნოზის, სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას მოგცემდა. კერძოდ რამდენი არის და რამდენად ღრმა არის არასრულწლოვნების ჩართულობა აზარტულ თამაშებში, არაჯანსაღი დამოკიდებული შემთხვევები რამდენი არის და რამდენად მასშტაბურია. ჩვენთვის, როგორც მონაცემთა დაცვაზე საზედამხედველო ორგანოსთვის, მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესშივე გათვალისწინებულ იქნეს ის რეგულაციები და ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. საქართველოს